ლანჩის დროა. ვიშია? ყველასთვის საკმარისია. ცოტა ნელა საყვარელო. კარგი. ესეც შენ ენჯელბანი. კარგი, მისტერ პიგი პენს, შენ გაიმარჯვე. სტაფილო, სალატის ფოთოლი და ვაშლები. ям. რა? მაგრამ მაშინ რა შეჭამ? დარწმუნებული არ ვარ, რომ ამის გაკეთებას შევძლებ. კარგი? ნუ მასტერდები. დარწმუნებული ხარ, რომ ამის ჭამა? შენს განსაკუთრებულ რეცეპტს გამოვიყენებ. მოდი ნახოთ სადაცური. უკაცრავად. ვფიქრობ, რომ ჩვენ წინ გადაგით. უკაცრავად. მგონი შეგეშალათ. დამინახეთ? ბოდიში ვერ შეგნიშნე. მეცი, სერ, მომიტევეთ. დიახ, რა? ვფიქრობ, ჩემ წინ გაიჭერით. დაჭრილი ნიახურია. მე ვთქვი, რომ ჩემს წინ გაიჭერით. ძვირფასო, საჭირო არაა. მე უკვე წინ ვარ. შევნიშნე. ჰეი, არ გინდა უკან დაბრუნდე, ჩემს პერსონალურ სივრცეში ხარ. მაგრამ სერიოზულად, შენი სადაცური ასე გჭირდება, რომ სიცოცხლეს დათმობ? კარგი, საჩქარო არაფერია. პლუთარში, ასე მოგცევის უფლება არ უნდა მისცე. არაფერია. როგორ თუ არაფერია? ეს დიდი საქმეა. შემპონი ხარ და პრობლემა გაქვს. რა პრობლემა? პინკი პაი, წინწადი, პირველი ხარ. ზუსტად ამაზე ვამბობ. ეს არის პრობლემა. უნდა შეწყვიტო. ნუ ხარ მორცხვი. მორცხვი? საყვარელო. ადვილად გასაკონტროლებელი ხარ, მაგრამ უნდა დადგე. დაგკვირდი. კარგი, გვირდებით. კარგია. არა უშავს არ მაინტერესებს. უყურეთ და ისწავლე. მისტერ სმოლ, დამელოდეთ. ვინმე? რა თქმა უნდა თქვენ. აქამდე არავის უწოდებია თქვენთვის სიმპათიური. ამის პასუხია დიდი არა. კარგი, უნდა ეთქვათ. არ გინდათ ჩემთვის კუნთები დაჭიმოთ? ღმერთო. არ ფიქრობ, რომ შენ სავიძლიერმა და სიმპათიურმა მამაკაცმა ჩემს მეგობარს ბოლო სადაცური უნდა დაუთმოს. ხედავ? საერთოდ არ არის ძნელი. როგორც ხვდები არა. კარგი, მაშინ სიაში კიდევ რა გაქვთ? მოდი ვნახოთ, კიდევ პომიდორი მჭირდება. აი აქეთ. ეს ორი მონეტა ღირს და არა ერთი. მაგრამ წინა კვირას ერთი ღირდა. ეს მაშინ იყო, ახლა 100-ია. კარგი, არ მინდა ამაზე კამათი. რას ფიქრობ, რას აკეთებ? ჩემს ბიზნესს ვმართავ. იქნებ შენც ცადო. 2 მონეტა პომიდორისთვის ძალიან ძვირია. ნეტავ კარგი ფასია. მე ვთქვი, რომ 2 ღირს. 1, 2, 1, 2, 1, 2, 1, 1, 2, 1, 2, 1, 2, 1 მონეტა ბოლო ფასია. კარგი, შენი გაიტანე. 1 მონეტა იყოს. ხედავ, ეს ახალი სვა. როგორც ხვდები, მართალი ხარ. ასე რომ, პლუთარში არ გინდა თვითონ ცადო. კარგი. ეს ალუბალი მჭირდება. მოხარული ვარ, რომ ერთი ალუბალი დაგრჩათ. ამ კერძს ჩემს კურდღელს ვუმზადებ. ძალიან ცუდი მჭამელია. რეცეპტში წერია, რომ თავზე 1 ალუბალია საჭირო. მეუბნები, რომ ეს ალუბალი ძალიან გჭირდება. დიახ, მის გამო სასოწარკვეთილი ვარ. კარგი, მაშინ 10 მონეტა გადაიხადე. 10?
მისტერ სიმპათიურო, ვიცი რომ გინდათ სწორად მოიქცეთ, რადგან ძლიერი და სიმპათიური ხართ. დიდ სიმპათიურ ძლიერ ბიჭებს კი ყოველთვის ყველა კარგად ექცევა. 10 მონეტა ალუბლისთვის. 10 მონეტა ერთი ალუბლისთვის ძალიან ძვირია. გეუბნები რომ 11 მონეტა 11? 9 გულისხმე. ერთი წუთით. კარგი, 12 ეს საბოლოო ბასია. გონი დაიბენი. აი 12 მონეტა. აიღე ან დატოვე. კარგი, ავიღებ. პული არ მისცე. ერთი ალუბალი 12 მონეტა არ ღირს. მაგრამ მე ის გავაკეთე, რასაც შენ აკეთებდი. შენ დიდი ძალისხმევა გაიღე, მაგრამ უარი უნდა გუთხრა და წამოხვიდე. მაგრამ შემდეგ კურდღელი მომაშტერდება. იქამდე არ შეჭამ, სანამ სწორად არ გავაკეთებ. ეს ალუბალი მჭირდება. ამ შემთხვევაში 20. 20 მონეტა? მაგრამ მე ამდენი არ მაქვს. დროს ტყუილად მაფლანგვინებთ. 2 მონეტას მოგცემ ამ ალუბალში. გაყიდულია. როგორი საწყალი ბავშვია. შემდეგში ასეთი მორცხვი აღარ იქნები. ტადამ! ეს შენ, ენჯელ. ბოდიში ალუბალი არ დევს, მაგრამ დანარჩენი ზუსტად იგივეა. ენჯელ. შემომხედე, რა მორცხვი ვარ. ეს საოცარი რკინა მორცხ არსებად გადაიქცა. სემინარის დღესთან დაკავშირებით ლაბირინთის ცენტრი. სელესტიას ვფიცავ, ასეთი მორცხვი აღარ ვიქნები. უკაცრავად. გამარჯობა მეგობრებო. ჩემი სახელია აირონ ვილი. ეს ჩემი პირველი დღეა ახალ ცხოვრებაში. შეგიძლიათ შევომიერთდეთ თუ მარც ხმა დაგღალათ. შემომიერთდით თუ სიმორცხვით დაიღალეთ. შემომიერთდით თუ ფულის გადახდა არ გინდათ ამ სემინარში. მეგობრებო, ეს ხუმრობა არ არის. აირონი დარწმუნებულია, რომ თქვენ 100%-ით კმაყოფილი იქნებით საკუთარ თავში დარწმუნების ტექნიკით, რომ თუ 100% არ იქნებით, არაფერს გადაიხდით. ამ მეთოდში ეჭვი არავის ეპარება, ხომ ასეა? ჩემო მეგობრებო, ეს თქვენი პირველი გაკვეთილია. ნუ იქნები მორცხვი. უყურე მას თვალებში. ახლა კი გაჩვენებთ, რომ ჩემი ტექნიკა ყველაზე ვრცელდება. ერთი მოხალისე მჭირდება. თქვენ ბოლო რიგში. მე? დიახ, თქვენ აირონ ვილის სცენაზე გიხმობთ. კარგი. ახლავე. კარგი. ის შენს გზას ბლოკავს. რა უნდა გააკეთო? მრთხილად მოვუარო. არა. ნალა უკან დავიხიო. არა. სახლში წავიდე და ხვალ მოვიდე. არა. როდესაც ვიღაც წინ გიდგება, ანახე რომ შენ კლდე ხარ. უკაცრავად. არ მოიბოდიშო, იყავი შენ თავში დარწმუნებული. არასდროს მოიბოდიშო, როცა შეგიძლია, გააკრიტიკო. შემდეგში სანამ დაგეჯახები, მანამდე გადადი გზიდან, რადგან მე აღარ ვინანებ, როდესაც ამას გავაკეთებ. უყურეთ მეგობრებო, თუ ჩემი ტექნიკა ამ პატარა მორცხ პონიზე მოქმედებს, მაშინ ყველაზე იმოქმედებს. კარგი თავს კარგად ვგრძნობ.
ვგრძნობ რომ მზად ვარ. უკაცრავად მისტერ გრინჰოვერს, მაგრამ ვფიქრობ, ჩემს პეტუნიებს ბევრ წყალს უსხამთ. ისევ. პროფესიონალ საცადე მუშაობა. კიდევ ერთხელ ცუდად მომექცევი და თქვენ მიიღებთ. კარგი, იქნებ საკმარისი წყალია. გმადლობ. არ მჯერა რომ ამ ნიმუშავა. აჩვენე პონი საქმე ჯიუტია. თავიდან დაიწყე. კიდევ ერთხელ ცადე ხუმრობა. ყველაფერზე მეცინება. ვირი და ჯორი არიან უდაბნოს კუნძულზე. უკაცრავად, თქვენ ურმებს ვერ გაწევთ, გასვლა მინდა. ერთი წუთი, უბრალოდ ისტორიას დავამთავრებ. გაიწევით? ჩემს გზას ბლოკავთ. ხო, ერთი წუთით. ასე ხომ ვირი ეუბნება ჯორს. როდესაც ვიღაც შენს გზას ბლოკავს, აჩვენე, რომ მათ კლდეხარ. და ჯორი ეუბნება, ფრთხილად ლედი, მივდივართ. კარგი? ვინ არის შემდეგი? რას ფიქრობ, რას აკეთებ? მე ვერ დამინახე? არ ვიცი, შესაძლოა. შესაძლოა ბავშვებისთვის არის. ახლა რიგში ჩადექი, იქ სადაც შენი ადგილია. ჰეი, შენს თავ შეხედე. შენი დამოკიდებულება იმდენად ფიცხია. ეს ზღაპრულია. როგორც ჩანს, მონსტრების მაღაზიამ მართლაც იმუშავა. აი რომ ვინი მონსტრი არ არის, ის მინოტავრია. ნამდვილი ინსპირაცია. მისი ტაქტიკა მართლაც მუშაობს. კარგი, მართლაც შეიცვალა შენი დამოკიდებულება შენი თავის მიმართ. დიახ. ახლა პლუთერშის მოსწონს ახალი პლუთერში. კიდევ გინდა? შენ მე დამცინი. მე შენზე გარისხებული ვარ. ნახვამდის გოგოებო. ეს რა დღეა? ტაქსი. არა, შენ არა, ჩემ წინ წახვედი. მე იმას მივიღებ, რაც ჩემია. ახალ პლუთერშის არავინ ეღობება წირ. პინკი ფაი დარწმუნებული არ არის, რომ ახალი პლუთერში კარგი იდეა იყო. ძველი რარითი ეთანხმება. მიიღეს ახლა პლუთერში. ეს დღე შენია. ვერავინ შეძლებს ამის შენგან წაღებას. ხო, მართალი ვარ. მართალია. რა? მან პოსტა შეცდომით მომიტანა. კიდევ. ახალ პლუთერშიც არ უნდა რომ მის სახლში არასწორი პოსტა მიდიოდეს. კიდევ შემეშალა ბოდიში. შენ ბოდიშს იხდი, მე კი ვაჯარიმებ. უკაცრავად ხომ არ იცით პონივილის კოშკში როგორ მოვხდე? კი, უბრალოდ რა სირცხვილია. მე შენ შემარცხვინე. მე ჩემს დარტყმებს გავაერთიანებ. პლუთერში, რას აკეთებ? ეს არასწორი საქციელია. ვერ დაინახე ახლა პლუთერში. და ის ფიქრობდა, რომ ახალი პლუთერში მორცხვი იყო. არა, საყვარელო. მას ეს არ უფიქრია. მან ყველაფერი დაინახა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ შენი ტრეინინგი ზედმეტებში გადავიდა. რა? შენ გინდა, რომ ახალი პლუთერში ძველი პლუთერშისავით მარცხიანი იყოს, მაგრამ ის აღარ იარსებებს. ახალი პლუთერში, ძველი პლუთერში. რა დაემართა პლუთერშის? ამ პლუთერშის დაბრუნება გვინდა? არა, თქვენ სუსტი პლუთერში გინდათ. თქვენ მარცხიანი პლუთერში გინდათ. თქვენ გინდათ გაუკეთოთ რაც გინდათ მას. და ის არაფერს მოიმოქმედებს. ძალიან ბევრი პლუთერში მესმის. პინკი პაი, შენმა პატარა ტვინმა ვერ გაიგო რას ვამბობ. ახლა კი მანდ გაჩერდი. მოდი შეურაცხყოფებზე არ გადავიდეთ. რატომაც არა, ვფიქრობ უმნიშვნელო შენ ხარ არითი. შენი უმნიშვნელო შეშფოთებებით. გაჩუმდი.
მოდა მისი სისუსტეა. და შენი სისუსტე რა არის? დაბადების დღის ტორტი? წვეულებიც ქურდები? არ მჯერა რომ ეს ორი პონი ეუბნება ახლა ფლუთერშის თუ როგორ უნდა წარმართოს მისი ცხოვრება, როდესაც თავიდან სისულელეებზე ხარჯავდნენ დროს. როგორც ჩანს, საძაგელი ფლუთერში აქ იმისთვისაა რომ დარჩეს. ვერ ვიჯერებ ამ მონსტრმა აირონმა რა გააკეთა. ის მონსტრი არ არის, ის მინოტავრია. მონსტრი არ არის. მონსტრი მე ვარ. ფლუთერში, შენ შიგნით ხარ? პინკი პაი და რარითი ვართ? გუშინდელთან დაკავშირებით ლაპარაკი გვინდოდა. წადით, სანამ საძაგელი ფლუთერში ისევ გამოჩნდება. საყვარელო, ჩვენ ყველა ვამბობთ ისეთ რაღაცას, რასაც არ ვეთანხმებით. მართლა? პინკი მართალია. მე ერთადერთი ვარ, მაგრამ არი ნერვიულო. ჩემი სახლიდან არასდროს გამოვალ. პინკი პაის ამის თქმა არ უნდა და შენ უბრალოდ ცუდი რჩევები მიიღე აირონისგან. დიახ, ის ერთადერთია, ვინც შენ სუპერ ბუპერ საძაგელი გაგხადა. იმას გულისხმობ, რომ კიდევ უამრავი გზაა, რომ სხვებმა არ დაგჩაგრონ. შენ შეგიძლია მაგრად დადგე უსიამოვნებების გარეშე. დარწმუნებული არ ვარ, რომ შევძლებ. ძალიან შორს წავედი, როდესაც ჩემი თავის დაცვას ვცდილობ, მონსტრი ვხდები. საყვარელო, შენ მონსტრი არ ხარ. არა? მაგრამ ის არის. აირონ ვილი ჩემი სახელია. პონები, ტრეინინგი, ჩემი თამაშია. რა ძვირფასი პატარა ფრაზაა? ფლუთერშის ჩემი პატარა ფრაზები მოეწონა. ჩემმა დარიგებებმა გაჭრა ასე რომ აირონ ვილმა თავისი საფასური უნდა მიიღოს. ფლუთერში ფორმაში არ არის რომ მას გაუმკლავდეს. დარწმუნებული ვარ დიდ მამაც ძლიერ და მდიდარ მონსტრს ვგულისხმობ. მინოტავრს როგორც შენ ეს ბული არ ჭირდება. მოგვიანებით მოდი. დაცინი? ფლუთერშიმ ვადას გადააცილა. აირონ ვილი ახლავე მიიღებს ფულს. რაღაც გავაკეთეთ. დარწმუნებულები არ ვართ რომ ფლუთერში სახლშია. შეიძლება გასულია. დრო მოგვეცი რომ მოვიყვანოთ. აირონ ვილს საყიდელი აქვს. საღამოს მოვა. მაგრამ ეს ხომ ნახევარი დღეა. ერთი მთლიანი დღე მჭირდება. აირონ ვილი ნახევარ დღეს გაძლევთ. მთლიანი დღე. ნახევარი. მთლიანი. ნახევარი. მთლიანი. მთლიანი. კარგი, თქვენ მთლიან დღეს მიიღებთ. ძალიან კარგი. ხვალამდე. უიცა, რა? როგორც ჩანს, ძებნა საჭირო არ არის. აირონი ახლავე მიიღებს ფულს. მაგრამ ჩვენ შევთანხმდით, ხვალ უნდა მოხვიდე. როგორც ვიღაც შენს გზას ბლოკავს, აჩვენე მათ რომ შენ კლდე ხარ. გადახდის ვადას გადააცილე ფლუთერში. შენ არაფერს წარმოადგენდი და აირონ ვილმა მაგარი გაგხადა. ახლა კი აირონ ვილს საფასური გადაუხადე. არა. რა მითხარი? არა. როგორ არ მინდა შენს ადგილას ვიყო, რადგან ახლა აირონ ვილი მწარედ განანებს. პრონტო. როგორც შენს ტრენინგზე თქვი, თუ 100%-ით კმაყოფილები არ ვიქნებოდეთ, საფასურს არ გადავიხდიდით. მე კი კმაყოფილი არ ვარ. რას გულისხმობ? ყოველთვის ყველა კმაყოფილია. კარგი, როგორც მივხვდი, მე პირველი ვარ, მაგრამ მე თუ კმაყოფილი არ ვარ, უარს ვამბობ გადახდაზე. ცოტათი მაინც არ ხარ კმაყოფილი. შეიძლება რამეზე მოვილაპარაკოთ. იმას გულისხმობ, რომ ორი ვეგონიერი არსებები ვარ. მაპატია, მაგრამ არა ნიშნავს არას. არა ნიშნავს არას. ეს ჩემთვის არავის უთქვამს. ეს უნდა დავიმახსოვრო. ჩემი შედეგი ტრენინგისთვის კარგი ფრაზაა. ფლუთერში საოცარი იყავი. მონსტრი დაამარცხე. და ფაქტიურად არ შეცვლილ ხარ. ისევ ის ძველი ფლუთერში ხარ, ვინც გვიყვარდა. ის ვინც გვენატრებოდა.
არი ნერვიულო. ძველი ფულთერში კარგად დაბრუნდა. ბოდიში რომ ზედმეტი მომივიდა. მეგობრები ვართ? მეგობრები ვართ. ძვირფასო პრინცესა სელესტია. ხანდახან ჩემნაირი მორცხვი პონისთვის მაგრად დადგომა რთულია. როდესაც პირველად ეს ვცადე, არ მომეწონა. მაგრამ ვისწავლე, რომ მაგრად დადგომა არ ნიშნავს, რომ შეიცვალო. ახლა კი ვიცი თავი როგორ დავიცვა, ისე რომ უზრდელი და საძაგელი არ ვიყო.